ხშირად გვეკითხებიან ხოლმე მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ გვისაუბრია, მაგრამ რამდენადაც შეკითხვები განუწყვეტლივ ეხება სულ ერთი და იგივე საკითხებს, კიდევ და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ერთ-ერთი ფრანგი მწერალი იყო რემი დე გურმონი და ის ამბობდა, რადგან ადამიანებს, როდესაც ჩვენ რაიმეს ვასწავლით, ივიწყებენ იმას, რასაც ვასწავლით, იძულებულნი ვართ იგივე კვლავ და კვლავ გავიმეოროთ და ჩვენ კვლავ გავიმეორებთ იმას, რის შესახებაც მოგახსენეთ, ოღონდ არა ისე როგორც თქვი, არამედ ისე როგორც ახლა ვიტყვი, რადგან მაშინ როგორ მოგახსენეთ, როცა მოგახსენებდით, რა თქმა უნდა, მე არ მახსოვს. მოკლედ გეტყვით. ნებისმიერი პუბლიკაცია, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება მეორედ მოსვლას არაეკლესიურ გაზეთებში, ყურად არ იყოთ. არ დაუჯეროთ, არ მოусმინოთ, არ გაავრცელოთ. მეორე ადამიანს არ მიაწოდოთ. არათუ მხოლოდ გაზეთი, არამედ ის, რას თქვენ ამოიკითხეთ. როგორც სიზმარი, ისიც მყისიერად დაივიწყეთ. უფლის მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ღმერთმა არ გაგვიმხილა, ისევე როგორც არ გაგვიმხილა მრავალი საიდუმლო ჩვენივე სულის სარგებლისათვის, რადგან ადამიანი ისევე როგორც პირად ცხოვრებაში იმ დღეს, რომელიც დღიდანაც მისი სული გაიყვანება ამ წუთის სოფლიდან ღმერთთან შესახვედრად, ყოველდღიურად უნდა მოელოდეს ღმერთთან შეხვედრას, ანუ სიკვდილს, რაც დიდებული რამაა, ხსოვნა სიკვდილისა, რაზედაც ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ და ეშმაკი ყველაზე მეტად ამას ცდილობს ადამიანს წაართვას ხსოვნა სიკვდილისა, დაავიწყებინოს, რომ ეს დღე მისი დღევანდელი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი, ყველაფერს აკეთებს ამისათვის, ყველა მზაკრულ ხერხს მიმართავს, ასევე არ გაგვიმხილა უფალმა, როდის იქნება მისი დიდებით მოსვლა, თუმცა ჩამოთვალა ის ნიშნები, რომლებიც დღეს ძირითადად სახეზია. აი, როდესაც ელეონის მთაზე განმარტოვდა იესო ქრისტე, მასთან მივიდნენ მოციქულები და ჰკითხეს, როდის იქნება ეს? და უფალმა მიუგო, რომ ეს არ იციან არ ძეციურმა ანგელოზებმა, არ ძეკაცისამ. მან როგორც სრულყოფილმა კაცმა, რა თქმა უნდა, იცოდა, როდის იქნებოდა უფლის დიდებით მოსვლა, მაგრამ როგორც მოყვარული მამა შვილებს, რამდენადაც ეს მათთვის საჭირო არ არის, ყველა საიდუმლოს არ გაუმხედენ, ამდენად დაუმალა და უთხრა, ეს იცის მხოლოდ მამა. და მართლაც ნიშნად იმისა, რომ სარწმუნო ყოფილიყო კიდევ უფრო მეტად ცნობის მოყვარე ადამიანებისათვის, ზედმეტ ცნობის მოყვარეობას რომ მიჩენენ, რომ ჭეშმარიტად ვერავინ ვერ მისვდება ამ საიდუმლოებას, თუ რომელ დღეს, რომელ წელს, რომელ ეპოქაში, რომელ საუკუნეში, რომელ საათსა და წუთზე იქნება უფლის დიდებით მოსვლა, დაუშვა ღმერთმა უდიდეს წმინდა მამებსაც კი ეწინასწარ მეტყველად თავიანთი ადამიანური ნებიდან გამომდინარე, როდის იქნებოდა უფლის დიდებით მოსვლა. მაგალითად, ყველასათვის საყვარელი ესეთი უდიდესი წმინდა მამაც კი, როგორიც არის იოანე ოქროპირი, ის ამბობდა, რომ ქრისტეს დიდებით მოსვლა იქნება მე-6 საუკუნეში. მე ეს ღრმად მწამს და ეს ჭეშმარიტად ასე იქნებაო. მაგრამ მას შემდგომ მოგეხსენებათ 14 საუკუნე გავიდა და ჩვენი ცხოვრება გრძელდება, უფლის დიდებად მოველით ისევე, როგორც მოელოდნენ მას პირველ საუკუნეში თვით მოციქულებიც კი, რადგან არ წმინდა მოციქულებმა არ იცოდნენ, როდის იქნებოდა უფლის დიდებით მოსვლა. მათ იცოდნენ, რომ უფალი დაბრუნდებოდა და ეს შეიძლებოდა მათ ცხოვრებაშიც მოხდარიყო. თქვენ ხომ გახსოვთ, როდესაც ელეონის ფრთიდან დაიწყო ამაღლებმა უფალმა ზეცად, აი ამ დროს გაკვირვებული მოციქულები, როდესაც უყურებენ ზეცას, როგორ მაღლდება და გაუჩინარდება, ცათაშინა უფალი, ცისმიღმა უფალი უпроსორად, როგორ მიეფარება თვალს, ამ დროს ორი ანგელოზი ჭაბუკის სახით გამოეცხადება და მიმართავს. რას უყურებთ, გაოცებით? ეს იესოა და როგორც ამაღლდა ზეცად, ისევე დაბრუნდება. ესე იგი, ამაღლდა ზეცად რა, ვიცით რა წმინდა იოანე დამასკელის და სხვა წმინდა მამათა განმარტებებიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ასევე დაბრუნდება აღმოსავლეთის მხრიდან. ჩვენ ვიცით, საიდან უნდა მოველოდეთ ღმერთს? აღმოსავლეთის მხრიდან. და ნიშნად ამისა, რომ ჭეშმარიტად იგი აღმოსავლეთის მხრიდან დაბრუნდება, აღმოსავლეთს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში უპირატესი მნიშვნელობა აქვს
ჩრდილოეთთან მიმართებაში, სამხრეთთან მიმართებაში, დასავლეთთან მიმართებაში მზე სიმართლისა მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთიდან გამოჩნდება. სიმართლის მზე ეს არის ერთ-ერთი სახელი იესო ქრისტესი. ასე რომ სიმართლის მზე არც ჩრდილოეთიდან გამოჩნდება, როგორც გონიათ ხოლმე, არც დასავლეთიდან, არც სამხრეთიდან, არამედ იგი აღმოსავლეთიდან იქნება. აი როგორც თვითუფალი ამბობს, როგორც ელვა გაჰყვეთს ხოლმე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ასე გაიხსნება ცა და გამოჩნდება უფალი ანგელოზებთან ერთად მთელი თავისი დიდებითა და ბრწყინვალებით. როდესაც ტაძარს აგებენ ხოლმე, ტაძარს საკურთხეველი აქვს აღმოსავლეთის მხარეს. თქვენ როდესაც ადამიანები დგანან, ტაძარი როდესაც იგება, საკურთხეველი ყოველთვის არის აღმოსავლეთის მხარეს. მიცვალებულსაც კი, როდესაც დამარხავენ, მას მარხავენ პირით აღმოსავლეთისაკენ მიქცეულს, რადგან არა მარტო ჩვენ, არამედ მიცვალებულნიც მოველით უფლის დიდებით მოსვლა სწორედ აღმოსავლეთის მხრიდან. მიცვალებულნი, ანუ მკვდარნი, როგორც საერო პირები უწოდებენ ხოლმე, მკვდარნი არიან მხოლოდ ჩვენთვის, ადამიანებისათვის, ღმერთისთვის მკვდარი არ არსებობს. სახარებაში წმინდა წერილში უпроსორად არის ერთი ასეთი საოცარი, არაეკლესიური ცნობიერების მქონე ადამიანებისათვის გასაოცარი სიტყვები. ნეტარ არიან მკვდარნი, რამე თუ მათ განისვენეს. ნახეთ როგორ ამბობს უფალი. ასე კი არ ამბობს, ნეტარნი არიან ცოცხლები, ანუ ნეტარნი ჩვენ კი არა ვართ, რადგან ჯერ ჩვენ კიდევ აი ამ წუთის სოფელში ვართ, რომელიც როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ბოროტებაში და სიცრუაშია ჩაფლული, ცოდვებშია ჩაფლული და ბუნებრივია რომ ნეტარნი ვერ ვიქნებით ჩვენ, რადგან მებრძოლი ეკლესიის წევრები ვართ და მრავალი ვაება და მრავალი განსაცდელი ელოდება ყოველ ქრისტიანს. ნეტარნი არიან არა ყველა მკვდარნი, არამედ ის მკვდრები, რომელთაც იცხოვრეს არა ისე როგორც თვითონ უნდოდათ, არამედ ისე როგორც ღმერთს უნდოდათ. ღმერთის ნება კი როგორც უკვე მოგახსენეთ არის სიწმინდე, მიაღწიეს სიწმინდეს, მოიპოვეს მადლის სული წმინდისა, საკუთარი სხეული გარდაქმნეს ტაძრად, რომელშიც დამკვიდრდა თვით ღმერთი, იქცნენ სახლად უფლისა და ღმერთმა ისინი აამაღლა ცათაშინა, სადაც ჭეშმარიტად განისვენებენ, სადაც ნეტარებენ ზეციურ ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად. ესე იგი, მიცვალებულებსაც, როდესაც გრძალავენ, სახით პირმიქცეულს გრძალავენ აღმოსავლეთისაკენ. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც გოლგოთაზე ჯვარი ჩაარჩვეს, აღმართეს ჯვარი, როდესაც მტრები ქრისტესი, რომლებიც დასინოდნენ და შეურაცხყოფდნენ, რის შესახებაც ჩვენ დაწვრილებითი საუბრები გვექნება, როდესაც შეუდგებით ღვთის წყალობით, თუ ღვთისნება იქნება სააღდგომო მარხვა, მთელი აღდგომის მარხვის განმავლობაში, თუ ჩვენ შევხვდებით კლავაც კვირაობით ერთმანეთს, ჩვენ ვისაუბრებ სწორედ ჯვარცმის საიდუმლოების შესახებ, რატომ მინება ღმერთმა ყველაზე დამამცირებელი, ყველაზე შეურაცხყოფელი სიკვდილით მომკვდარიყო და როგორ მიენიჭა ჯვარს, რომელიც ადამიანთა ტანჯვისა და წამების ყველაზე საზარელი იარაღი იყო, ადამიანის მაცხოვნებელი ძალა და მნიშვნელობა. რა გადაიტანა ქრისტემ, ვიდრე გოლგოთისაკენ მიუყვებოდა, რა ტანჯვანი, რა ვნებანი, რა დამცირებანი, რა შეურაცხყოფანი, რა ფიზიკური თუ სულიერი ტკივილები, რა გადაიტანა და განიცადა ჯვარზე ყოფნისას 6 საათის განმავლობაში. აი ყოველივე ამის შესახებ ჩვენ ღვთის წყალობითა და ნებით, თუ იქნება ნება ღვთისა და მშვიდობა ღმერთთან და ჯანმრთელობა, აუცილებლად ვისაუბრებ და ვფიქრობ, რომ თქვენს ახლობლებსაც ეთქვით შემოგიერთდნენ და მოусმინონ ამ საუბრებს, რომლებიც ალბათ, რადგან კურთხევა გვაქვს, რომ ჩვენ საუბრობდეთ იმ საკითხებზე, რომლებზედაც ჩვენ გვიწევს ხოლმე საუბარი, მათი სულისათვის სასარგებლო აღმოჩნდება. ესე იგი, როდის იქნება უფლის დიდებით მოსვლა? ამის შესახებ აღმოსავლეთთან დაკავშირებით საუბრობ და ეს ჯვარიც, როდესაც აღმართეს, ისინი მტრები უყურებდნენ აღმოსავლეთისაკენ პირ მიქცეულ. ესე იგი, ჯვარიც კი ადამიანებმა შეგნებულად კი არ გააკეთეს, არამედ ეს იყო ღვთის საიდუმლო განგებულობა, როდესაც იდგნენ ქრისტეს უყურებდნენ აღმოსავლეთისაკენ პირ მიქცეულნი და სახლებშიც, აი როდესაც ესე იგი სამლოცველო კუთხე ეწყობა, აუცილებლად ხატების კუთხე უნდა გაკეთდეს ისე, რომ როდესაც ლოცულობ მუხმოდრეკილნი იქნებით თუ ფეხზე დამდგარნი,
ყოველთვის იყურებოდეთ აღმოსავლეთისაკენ. და ბოლოს ღმერთს სწავლება რომ მიეცა ადამიანისათვის რომ აღმოსავლეთი უპირატესია ყველა სხვა მხარესთან შედარებით ვიზუალურადაც ოპტიკური ილუზიაა ხომ ეს მზე რომელიც სიცოცხლის სხივებს ფენს თელს დედამიწას როდესაც დედამიწის იმ ნაწილს სადაც ის გამოჩნდება ამოდის აღმოსავლეთის მხრიდან და არა ჩრდილოეთის არა სამხრეთის და არა დასავლეთის მხრიდან ესე იგი აღმოსავლეთი ყოველთვის უპირატესია ყველა სხვა მხარესთან შედარებით და მადლობა ღმერთს ესეთ შემთხვევითი არ გახლავთ რომ ჩვენ ქართველები საქართველოში დავიბადეთ და ვიშვით რა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი წინაპრების და ღვთისმსაიდუმლო განგებულობის და ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის მფარველობის წყალობით აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიისას რომელიც როგორც მოგახსენეთ წმინდა უბიწოდ შეურყნელად დაუმახინჯებლად რაიმეს მიუმატებლად და გამოუკნებლად ინახავს იმ წმინდა მოძღვრებას იმ სიწმინდეში რომელიც თვით უფალმა მოგვიტანა მოციქულთა მეშვეობით გადმოგცა და დღევანდელ დღემდე წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობით გვექადაგება და იმ წმინდა მართლმადიდებელ მამათა მეშვეობით განგვემართება რომლებიც დედამიწაზე ღმერთის ბაგეებს წარმოადგენდნენ და რომელთა მეშვეობითაც ღმერთი გველაპარაკებოდა. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვსურს და გვწყურია წმინდა წერილის ღრმად შეცნობა, დამოუკიდებლად კი არ უნდა ვკითხულობდეთ მოძღვრის კურთხევისა და მოძღვრის ხელმძღვანელობისა და წმინდა მართლმადიდებელ მამათა განმარტებების გარეშე. აუცილებლად მათი ხელმძღვანელობით უნდა ვეუფლებოდეთ იმ საიდუმლოებებს, რომელიც ღმერთმა მრავლად გამოგვიცხადა წმინდა წერილში და დავიტევთ ამ საიდუმლოებიდან იმდენს თითოეული ჩვენთაგანი რამდენის დატევნაც და რამდენის მიღებაც ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია. და აი უფალი, როდესაც მიდიან მასთან მოწაფეები და ეკითხებიან, როდის იქნება მეორედ მოსვლა, ეუბნება იმ სიტყვებს, რის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. ეს არ იციან არ ძეციურმა ანგელოზებმა, ეს არ იცის არ ძეკაცისამ, ეს იცის მხოლოდ მამამ. და შემდგომ ჩამოუთვლის იმ ნიშნებს, რომლებიც აღსრულდება. აი, როდესაც თქვენ მოისმენთ განუწყვეტლივ საუბრებს ომებზე და ომების შესახებ. როდესაც ერები და სახელმწიფოები აღსდგებიან ერთმანეთზე. როდესაც იქნება ადგილ-ადგილ შიმშილობანი და მიწისძვრანი. როდესაც ადამიანებს გულები გაუხმებათ სიყვარულისაგან, ესე იგი განუხმებათ, გაუნელდებათ სიყვარულისაგან, გულები დაეცლებათ სიყვარულისაგან და დიდი სიცარიელე მოახლოვდებათ, როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა განმარტავს ამასთან დაკავშირებით, როდესაც შვილები ურჩნი გახდებიან საკუთარი მშობლების მიმართ, ამას უფრო დაწვრილებით წმინდა პავლე მოციქული ჩამოთვლის ერთ-ერთ ნიშანში თუ რა გადაგვარება ზნეობრივი, სულიერი და სარწმუნოებრივი მოხდება ადამიანებისა, აი, როდესაც ეს ნიშნები დაიწყებს აღსრულებას, გულისხმახავით, რომ ეს აღსასრული კი არ არის, არამედ დასაწყისი აღსასრულისა. და ამის შესახებ უფალი იმიტომ კი არ გვაფრთხილებთ ჩვენ, რომ შიში გქონდეს, არამედ სიფხიზლისაკენ მოგვიწოდებს და მოგვიწოდებს იმისაკენ, რომ ბოლოს და ბოლოს, როდესაც შენი თვალით ნახავ, რომ ეს მოვლენები აღესრულება, მიიღო ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ცხოვრებაში, როგორც წმინდა სერაფიმ საროველი იტყოდა და ამასთან დაკავშირებით, უმტკიცესი გადაწყვეტილება, გსურს ცხონება თუ არ გსურს. იცხოვრებ ღვთის ნების მიხედვით თუ ღვთის ნების წინააღმდეგ. დარჩები ეკლესიის წიაღში თუ გახვალ ეკლესიის გარეთ, რადგან გადარჩენა ეკლესიის გარეშე, ღმერთის გარეშე, მისი მოძღვრების გარეშე, მისი მცნებების აღსრულების გარეშე, იმ საიდუმლოებების გარეშე, რომლებიც მხოლოდ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება შეუძლებელია. ამიტომ მოგვიწოდებს ღმერთი ისეთი დიდი წმინდა მამის პირით, რომლის სახელით ჩვენ უკვე ვახსენეთ იოანე ოქროპირის პირით, გინდა გადარჩე, გინდა ცხონდე, დარჩი ეკლესიის წიაღში. თუ ეკლესიის წიაღში დარჩები, ეშმაკი ხელს ვერ გახდა. თუ ეკლესიის წიაღიდან გახვალ, ეშმაკი მოგიტაცებს და გაგანადგურებს. ეკლესიაზე ძლიერი ამ ქვეყნად არაფერია. ეკლესიაშია შენი ძალა, ეკლესიაშია შენი ხსნა,
ეკლესიაშია შენი ცხონება და გადარჩენა. ასე რომ ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი. აი სერაფიმ საროველი ვახსენე და სერაფიმ საროველს ერთ-ერთი მოწაფე ეკითხება, რატომ არის მამაო რომ დღევანდელი ქრისტიანები მოდუნებულები და მოშებულები ვარ? არა გვაქვს ისეთი შემართება, ისეთი სიმედგრე, ისეთი სიმტკიცე, ისეთი მხნეობა, რომ აი განუწყვეტლივ დღევანდელი სიტყვით ვიტყვი 24 საათის განმავლობაში იყო ქრისტესთან, ცხოვრობდე ქრისტეს მიხედვით, არასოდეს გავიწყდებოდეს და შენ ცხოვრებაში უმთავრესი იყოს არა შენი ნება, არამედ შენი ნებიდან გამომდინარე ღვთისნების მიხედვით ცხოვრება. რატომ ვართ ასეთი ნელთბილი ქრისტიანები? და სერაფიმ საროველმა უპასუხა, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენს უმრავლესობას არ მიგვიღია მტკიცე გადაწყვეტილება ვცხონდე და გადავრჩენ. მოვიპოვოთ მარადიული ნეტარება ცათა შინა, სადაც თავისი განსაკუთრებული ძალითა და მადლით ყოფობს მამა და ძედა სული წმინდა. არაერთი წმინდა მამა სხვადასხვა ნიშნებსაც ჩამოთვლის და ამ ნიშნებიდან ზოგიერთს მოგახსენებ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ამის შესახებ მე მithყავს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამეორება ჭეშმარიტად იქნება ცოდნის დედა. რამდენადაც წმინდა იოანე ოქროპირი ვახსენე, კიდევ ერთხელ გავიხსენებ მის სიტყვებს მრავალი სიბრძნიდან, რომელიც მან დაგვიტოვა, ერთ-ერთი ესეც გახლავთ, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. აი, რას ამბობს იოანე ოქროპირი. მართალია მისი წინასწარმეტყველება თუ როდის იქნებოდა უფლის დიდებით მოსვლა არ ახსულდა, მაგრამ მე ვფიქრობ და დამემოწმება თითოეული თქვენთაგანი აღესრულება მისი სხვა წინასწარმეტყველება. როდესაც მას კითხეს, როდის იქნება უფლის დიდებით მოსვლა, იოანე ოქროპირმა უპასუხა, როდესაც დედაკაცები და მამაკაცები მიემსგავსებიან ერთმანეთს, მაშინ იქნება უფლის დიდებით მოსვლა. როდესაც დედაკაცები დახკარგავენ ყველაზე უძვირფასეს სამკაულს და საჩუქარს, რაც ღმერთმა უბოძა მორცხობასა და კლდემამოსილებას, ურცხნი და უტიფარნი გახდებიან, მაშინ იქნება უფლის დიდებით მოსვლა. იგულისხმება, რომ მოახლოვდება ჟამი უფლის დიდებით მოსვლისა, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანები მწუხარებით კი არ ელოდებიან, არამედ სიხარულით მოელიან. უფალს, რომელმაც აპოკალიფსიდან გამოგვიცხადა და ასე მთავრდება აპოკალიფსი, აჰა, მე მოვალ მალე, მოვალ და თან მომაქვს ჩემი საზღაური, რათა თვითოულ თქვენთაგანს თქვენი საქმეების მიხედვით მოგიზღოთ. იოანე ღვთისმეტყველი, როდესაც მოისმენს გამოცხადებაში, ხილვაში ამ სიტყვებს კი არ ეტყვის, უფალო, დაახანე, ჯერ არ მოხვიდე, არამედ ჰე უფალო, მოდი მალე, რადგან უფლის დიდებით მოსვლასთან ერთად დასრულდება ბოროტება, დამთავრდება დრო, დაიწყება მარადისობა, საყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამჟავოს შემდეგ, ღმერთი, რომელიც სიყვარულია, მაგრამ ამავე დროს მიუკერძუებელი და ობიექტური მსაჯულია, ყველას თავისი სიტყვებისა და საქმეების მიხედვით მიუძღავს. გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა ვეცადოთ ვთესოთ, რაც შეიძლება ბევრი წმინდა სიტყვა, ბევრი ღვთის მოსაწონი, მოყვასთათვის სასიკეთო და ჩვენი სულისათვის მაცხოვრებელი საქმეები, რათა ჩემო ძვირფასებო, ჩვენც ისევე გვიხაროდეს უფლის დიდებით მოსვლა, როგორც წმინდა მოციქულებს უხაროდათ, რომლებიც ელოდნენ, როდის შეხვდებოდნენ ღმერთს, რომელიც ასე უყვარდა. პავლე მოციქული, რომელიც ღმერთმა ზეცაში სიცოცხლეშივე აიყვანა, მესამე-მდე აღიტაცა, როგორც თვითონ ამბობს და იხსენებს ამის შესახებ, მას შემდგომ რაც მოიხილა მესამეცა, ანუ ზეციური 64, სადაც ისეთი რამ ნახა, რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, ისეთი რამ ისმინა, რაც ადამიანის ყურს არ სმენია და ისეთი რამ შეეხო და იგრძნო მისმა გულმა, რაც მანამდე არც ერთი ადამიანის გულს არ უგრძნია. პავლე მოციქული, როდესაც მიმართავს მსმენელებს ერთ-ერთი ქადაგების დროს და ერთ-ერთი ეპისტოლედან ამავე დროს და ქადაგებების დროსაც მიმართავდა, ასე უნდა ვიგულისხმოთ, ის ამბობს, რომ მე რა თქმა უნდა მწყურია და მსურს ჩემს უფალთან იესო ქრისტესთან ერთად ყოფნა, ანუ წყურო და ცათაშინა ყოფნა, მაგრამ თქვენი სიყვარულისთვის ვრჩები აქო, ანუ იმ ადამიანების მოსაქცევად და ცხონების გზაზე დასაყენებლად. და ბოლოს, როდესაც ჩვენ ყოველდღიურ ლოცვაში ვევედრებით უფალს, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, განა ჩემო ძვირფასებო, სადაც არის მამა,
იქ არ უნდა იყვნენ მისი შვილები და განა ჩვენი მარადიული სამშობლო ცათაშინა არ არის საიდანაც მოველით როგორც პავლე მოციქული ამბობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებით მოსვლასა და გამოცხადებას როდესაც იგი მაშინ ჩვენს დამცირებულსა და დამდაბლებულ სხეულებს როგორც ფილიპელთა მიმართ ეპისტოლედან ამბობს თავისი დიდების სხეულად გარდაქმნის და იმის გამო რომ ადამიანები არ ელოდებიან უფლის დიდებით მოსვლას ყოველდღიურად თავიანთ ცხოვრებაში მათ დაჰკარგეს ხსოვნა სიკვდილისა და არიციან რომ ნებისმიერი დღე მათ ცხოვრებაში შესაძლოა იყოს უკანასკნელი და აწყობენ ადამიანურ გეგმებს რომლებიც შეიძლება იმ დღესვე შეიმუსროს ისევე როგორც შეიმუსრა ეს გეგმები უგუნური მდიდარი ადამიანისა რომელმაც დიდი მოსავალი მიიღო და ფიქრობდა არ ვიცი რა უყო ამ სიმდიდრეს ანუ ხორბლის დიდ მოსავალს ანუ არ იცოდა მან ღმერთმა რისთვის მიანიჭა ეს სიმდიდრე არა მისი კეთილდღეობისათვის არამედ იმისათვის რომ აი ამ სიმდიდრის მეშვეობით მოეპოვებინა მრავალი სულიერი საუნჯე გასცემდა რა მას მოწყალების სახით დავარღვევ ძველ ბეღლებს ახლებს ავაშენებო მერე ვეტყვი ჩემს სულსო დაჯექი სულო ჩემო ჭამე სვი იმხირე და იმხიარულეო და აი ამ დროს ესმა ხმაღთისა როგორ ესმა ეს ჩვენ არ ვიცით შესაძლოა სინდისის ხმიდან და სინდისის ხმა მოგესალმებათ ღმერთის ხმას წარმოადგენს ადამიანში შეიძლება ანგელოზის მეშვეობით ესმა შეიძლება თვითუფალმა გამოუცხადა მიმართა უგუნურო მონავ ამაღამვე შენ სულს მიგიღებენ შენგან ნახეთ როგორ ეუბნება ასე კი არ ეუბნება მოგიღებენო ანუ ჩემთან კი არ ამოგიყვანენო ანუ მიგიღებენ ანუ ჯოჯოხეთში შთაგაგდებენო ხედავ ჩემო ძვირფასებო როგორ დასრულდა აი ამ უგუნური მდიდრის საოცნებო კოშკები რომლებიც მან თავის ოცნებაში ააგო და რომლის წიაღშიც იგი აპირებდა ნეტარად და ნებივრად ცხოვრებას დაჭექი სულო ჩემო თან დაუკვირდით იგი სხეულს კი არ მიმართავს სულიც კი გონია იმისთვის აქვს ღმერთს მოცემული ადამიანს რომ ჭამოს სვას იძინოს იხვიწოს იმხიარულოს დროატაროს ნებივრობასა და განცხრომაში იყოს იმდენად მატერიალიზირებულია მისთვის სულიც კი ისევე როგორც სამწუხაროდ მრავალი ჩვენთაგანისადმი ჯერ კიდევ როდის ამბობდა აკაკი წერეთელი გოდებდა როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილი და გულშემატკივარი ჩვენი ერისა ერთ-ერთ თავის წერილში როდესაც ამბობდა რომ ვაი რომ ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოსა თანამემამულეებისთვისო სამშობლოსა და ღმერთის სიყვარულს კუჭზე მაღლა არა უწევიაო ვაი რომ მათ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული კუჭზე ჩამოჰკიდეს თავიანთი ჩინმედლების თანამდებობების ძალაუფლების პირადი სიამოვნებისა და პირადი კეთილდღეობების გამო აი ასეთების შესახებ პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში თუ არ ვცდები მესამე თავიდან მოგახსენებს ასეთების შესახებ მე თქვენ გითხარი და კიდევ ერთხელ გიმეორებ მე ვტირი აი ამ ადამიანების შესახებ რომლებიც მხოლოდ ხორცისთვის და სხეულისთვის ცხოვრობენ რა ჭამონ რა ჩაიცვან რით შეიმოსონ როგორ გამდიდრდნენ თავიანთ პირად სიმდიდრეს ახალ-ახალი სიმდიდრე როგორ მიუმატონ მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის და სულის ხონებისათვის არაფერს არ აკეთებენ მოყვასის კეთილდღეობისათვის ღვთისადიდებლად არაფერს არ აკეთებენ ასეთ ადამიანებს პავლე მოციქული უწოდებს ქრისტეს ჯვრის მტრებს ისინი ქრისტეს ჯვრის მტრები არიანო მათი ღმერთი მუცელია მათი ბოლო დაღუპვა ხოლო მათი დიდება ამ ქვეყნიური სირცხვილშია ხედავ რა საოცარ სიტყვებს წარმოსთქვავს ხოლო ჩვენიო ქრისტიანების დიდება კი ცათაშინაო რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია ხოლო მათი მოქალაქეობა დედამიწაზეა ისინი მიწიურზე ზრუნავენ და ჩვენ ზეციურზე ვზრუნავთ რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია და აი ამ დროს წარმოსთქვავს იმ სიტყვებს რომლებიც მე უკვე გავიმეორებ საიდანაც მოველით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დიდებით მოსვლას ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩემო ძვირფასებო რამდენადაც ღმერთმა არ გამოგვიცხადა როდის იქნება მისი დიდებით მოსვლა ველოდოთ ამას ყოველდღიურად ანუ ჩვენი სული მუდმივ სხეული
მუდმივ მზადყოფნაში, ანუ სიწმინდეში გქონდეს, რათა განწმენდილ განბანილები ცოდვათაგან და ღმერთთან შეერთებულნი უკვე ამ წუთის სოფელში იმ საიდუმლოებების მეშვეობით, რომლებიც წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება, შეუერთდეთ უფალს და განხთობა ღმერთთან მიმსგავსება უკვე ამ წუთის სოფელშივე დაიწყოს, რადგან ადამიანი, რომელიც ამ წუთის სოფელში ღმერთის გარეშე იცხოვრებს, როგორც მოგახსენეთ, მარადიულ ცხოვრებაშიც, რადგან ეს მისი ნება იქნება, მარადიულ ცხოვრებაშიც ღმერთის გარეშე იცხოვრებს. და ღმერთის გარეშე ცხოვრება კი ეს ჯოჯოხეთია. ხოლო რას ნიშნავს ჯოჯოხეთი? ამაზე ჩვენ ორი საგანგებო საუბარი მიუძღვენით, ორი შეხვედრა მიუძღვენით და ამიტომ მის შესახებ აღარას მოგახსენებ. ერთ-ერთი წმინდა მამა კარგად ბრძანებს, რომ ეშმაკიო ადამიანს მთელი სამყაროს ქონებას მისცემდა, ოღონდ დაივიწყოს, რომ ის მოკვდება. და დღევანდელი გართობის ინდუსტრია ყველაფერს თავაზობს ადამიანს გაერთოს განუწყვეტლივ, ოღონდ არ იფიქროს იმაზე, რომ ეს დღე შესაძლოა მისთვის უკანასკნელი იყოს და მას მოუწევს პასუხგება ღვთის წინაშე თავისი სიტყვებისა და საქმეების გამო. ეს სიტყვები და საქმეები კი მოგესალება ჩვენი ჯერჯერობით წმინდა არ არის. ჩვენ უნდა ვეცადოთ წმინდა ხოთ საკუთარი თავი. თავისთავად მარხვა, ლოცვა, საეკლესიო საიდუმლოებები, სინანული საიდუმლო ზიარების, წმინდა ზეთის კურთხევის, მირონცხების და ასე შემდეგ, ის კეთილი საქმეები, რომელთაც ჩვენ აღვასრულებთ, ეს დიდებული სათნოებანია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გახლავთ ჩვენი ცხოვრების უმთავრესი მიზანი. ჩვენი ცხოვრების უმთავრესი მიზანია მარხვების, ლოცვების, ეკლესიური ცხოვრების, საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, კეთილი საქმეების მეშვეობით მოვიპოვოთ წმინდა ცხოვრება. ანუ როგორც სერაფიმ საროველი ამბობს, მოვიპოვოთ მადლი სული წმინდისა. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი არის სული წმინდის მადლის მოპოვება, რომელიც შეუძლებელია ეკლესიური ცხოვრების გარეშე. აი ამიტომ ამბობს ჩემო ძვირფასებო, უდიდესი წმინდა მამა მესამე საუკუნისა, წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, რომ ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არასოდეს არ იქნება მამა. მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს დიდებულ მოძღვრებს, რომელთაც შესაძლებლობა მოგცეს კიდევ ერთ დღეს შევხვედროდით ერთმანეთთან გვესაუბრად მის შესახებ, ვინც ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს. არ ვამბობ გვიყვარს მეტი. იმიტომ რომ ამ სიყვარულისაგან ჯერ ძალიან შორს ავარ, უფრო შორს ვიდრე მიწა არის შორს, უფრო ზეცა შორს მიწისაგან.